მოგესალმებით ყველა ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ხართ? ცოტა მოგვიანებით გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის გააზრებული წელი იმისა, რომ გაიაზროთ ცხოვრება მიდის, დრო მიდის, 2026 წელიც აივლის, რას შეცვლით თქვენ ცხოვრებაში, რას მოიზიდავთ, რაზე იმუშავებთ, გინდათ რომ გადაეჩვიოთ ცუდ ჩვევებს და გინდათ რომ კარგი ჩვევები მოიზიდოთ. გისურვებთ, რომ აი ესეთი გააზრებული, პროდუქტიული, მხიარული წელი გქონოდეთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ადამიანი ვინც არის თქვენ ცხოვრებაში, ეს არის საკუთარი თავი და გისურვებდით, რომ ამ 2026 წელს საკუთარი თავის შეცნობა დაგეწყოთ, შეგეყვარათ თქვენი თავი და იმ სურვილებზე დაგეწყოთ მუშაობა, რომელზეც წლების მანძილზე არ ქონდათ დაწყებული და გეშინოდათ და ფიქრობდით, რომ აი სხვა რა სიტყვის, დაანებეთ თავი სხვა რა სიტყვის. თქვენი ცხოვრება გაქვთ. ის სხვა ადამიანი 20 წელი რო გავა, ის სხვა ადამიანი საერთოდ არ გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენი სურვილს რო თქვენ არ აისრულებთ, აი ეს კი გამოჩნდება. ამიტომ გისურვებდით, რომ აი ეს 2026 წელი ყოფილიყოს ძალიან პროდუქტიული თქვენი ცხოვრებისთვის, კარგად გაანალიზებული, დაგეგმილი გქონოდეთ წინასწარ, ესე შემართებით შეხვდეთ თქვენს 2026 წელს. რა თქმა უნდა, სიხარულსაც, სევდასაც ჩვენ ვქნით და შევეცადოთ, რომ მეც ვცდილობ ყოველთვის, რა თქმა უნდა, სულ კაი ხასიათზე კი არა ვარ ხოლმე გაბრაზებულიც, მაგრამ ვცდილობ, რომ ვიყო მეტად პოზიტიური, ვიყო მეტად დადებითი და გავაზიარო ეს ენერგია. ამიტომ თქვენც ესე ეცადეთ და ყველაფერი კარგად გამოგივათ. ნელ-ნელა, მაგრამ ყველაფერი გამოგივათ. და ყველაზე მნიშვნელოვანია, არავის არ შეადაროთ თქვენი თავი. მხოლოდ შეადარეთ თქვენ საკუთარ თავს. წარსულში როგორი იყავით და ახლა როგორი ხართ. რა შეიცვალა? თუ არაფერი არ შეიცვალა, არ მოიწყინოთ ადექით და დაიწყეთ მოქმედება, დაიწყეთ დაგეგმა, დაიწყეთ რაღაცის შეცვლა. და თუ შეიცვალა, ეს უკეთესობისკენ არის, იმიტომ რომ, როდესაც ხედავთ, რომ თქვენი თავთან უკვე სხვა ადამიანი ხართ, თქვენ ეს მოტივაციას გაძლევთ, მეც ენერგიას, პასუხისგებლობას კიდევ მეც, რომ თქვენი თავი კიდევ უფრო შეცვალოთ. ამიტომ შეეცადეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენითვე აიღოთ ხელში, იმოქმედოთ, ესე ვთქვათ, პოზიტიურად. ადამიანების შედარებით, ჩემზე უკეთესი ადამიანები არ დაილევა, ჩემზე უარესი ადამიანები არ დაილევა. მე ამით ვერაფერს ვერ მივიღებ, რომ მე ადამიანს შევადარო ჩემი თავი. ამიტომ მე მხოლოდ შედეგს ვიღებ, იმით რომ ვადარებ ჩემ თავს წინა წარსული ამალიას, თუ როგორი იყო ის და როგორია ეხლა. აი ამას ვადარებ. ისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. გაკვეცით.